თქვენი აზრით, მერის გადაწყვეტილება ტროტუარებზე პარკირების აკრძალვის შესახებ შეუქმნის თუ არა პრობლემებს მძღოლებს? ამ კითხვით დღეს პალიტრატივი ავტომობილების მფლობელებს მიმართა. კი, მაგრამ არ უნდა იკრძალოს კი. იმიტომ რომ ტროტუარი ხალხისთვის არის, ფეხით მოსიარულეების, მაგრამ პარკინგიც უნდა მოწესრიგდეს. არა მგონია. იმიტომ რომ არ არის მიზანშეწონილი ტროტუარზე მანქანის გაჩერება. კი, შეგვაფერხებს. რა ვიცი. ფეხით მოსიარულეებს არ უნდა გაიაროს, ხო უნდა გაიაროს ასე, ხო? მე არასწორად მივაჩნია როგორც ბრძოლი, ხო? მანქანა უნდა იყოს სავალ ნაწილზე გაჩერებული. ტროტუარზე ხალხმა უნდა იაროს. წესით არანაირი პრობლემა არ უნდა შეუქმნას. სადაც საჭიროა იქ უნდა გააჩეროს. ეხლა ტროტუარზე გაჩერება დიდ უზრდელობად მიმაჩნია პირადად მე. არანაირს. იმიტომ რომ არა საჭირო ტროტუარზე პარკირება და უნდა გააკეთო ნორმალური პარკირების სისტემა. ალბათ ცუდია, იმიტომ რომ ქუჩები ვიწრო გვაქვს ქალაქში და ამიტომ მანქანები გაჩნდება უფრო სავალ ნაწილზე და რა იქნება მაშინ. რა შეგვიძლია უკვე რა? სად გავაჩეროთ? ან პარკირება რო გააკეთონ და რასაც ამოვდე ორ სართულიან რაღაცა მაშინ კაი იქნებოდა, მაგრამ სად დავაყენოთ აბა? მე მგონი არ უნდა შეუქმნას, არ ვიცი. რავი, არ ვიცი. ტროტუარზე არ მგონია, მე არ მაქვს გამოცდილება ტროტუარზე პარკირების, თუ სწორად ესმის რასაც მეკითხებით. არ ვაპარკინგებ ტროტუარზე. იქ სადაც არ შეიძლება რომ დავაყენო. უწესრიგო მძღოლებს შეუქმნის, რა თქმა უნდა, და ვინც წესიარად იმაშრება არ შეუქმნის. მძღოლებს ალბათ შეუქმნის კი, მაგრამ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება უკეთესი. ტროტუარზე როგორ დააყენო, ხალხი სად იარო? როცა ეგ არის საკითხი, მეტი გარაფერი. მე ხანდახან მანქანით დავარ, ხანდახან ფეხით დავარ და სასიარულო ადგილიც აღარ რჩება ხოლმე.